ძველი ტელეფონი, ძველი ხმები, ძველი გემო, ძველი ფერი, ძველი სურნელი, ძველი ჰანგები და აწმყოზე მომართული ძველი რადიო. რადიო იმედის ეთერშია ძველი რადიო ნინო მეუნარგიასა და მიხეილ ნიმინოშვილთან ერთად. ძველი რადიო. ძველი რადიო მიშა და ნინო დაგიბრუნდით. არაჩვეულებრივ სტუმრებთან ერთად გეტყვით, რომ სტუდია პიონერ ფილმის ვარსკვლავის გახსნიდან 16 წელი გავიდა. პიონერ ფილმის ხელმძღვანელი ბატონი გრიგოლ ჩიგოგიძეა ჩვენთან, პიონერ ფილმელები თამუნა ცამბაი, ანანო ფარულავა, მოგესალმებით. მადლობა სტუმრებმა. დიდი მადლობა გრიშამას რომ გვეწვიეთ და მადლობა თქვენს რომ ხო, 1 ივნისია ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და ბატონ გრიშა, როგორც დავაანონსეთ, ეს პირველად პიონერ ფილმელებს, ასე ვთქვათ, ბავშვთა ჯგუფს პირველი ვარსკვლავი გაიხსნა 16 წლის წინ. რა თქმა უნდა, ხვალ საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი, ამაზე ვისაუბრებთ, სამომავლო გეგმებზე, ზოგადად პიონერ ფილმელების ცხოვრებაზე და ძალიან საინტერესოა, რომ თავად ახალგაზრდები, მოზარდები არიან ჩვენთან ერთად, რომლებიც ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებენ, რა თქმა უნდა, თქვენი ხელმძღვანელობით. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, დავიწყოთ ალბათ იმ ღონისძიებით, რომელსაც ხვალ გეგმავთ. ან ვარსკვლავი. გრიშამას არსებობს რამე ღონისძიება, რომელშიც პიონერ ფილმი არ მონაწილეობს. არ არსებობს სასახლეში თუ რამე კეთება, ჩვენ ან ვიღებთ, ან მონაწილეობთ. ორი სიტყვით მინდა ვთქვა, ვარსკვლავის გახსნა იყო ძალიან საინტერესო დღე. ეს დღე იყო, როდესაც და ის პერიოდია, როდესაც მიტინგებია ყოველ კუთხეში რუსთაველზე და თავრობის სასახლის წინ დგანან და იძახიან მიშა, პიონერ ფილმის სასახლის წინ კიდე გრიშა. ძალიან ლამაზად გამოვიდა ეს და ესეთი ვარსკვლავი გაგზავნიან. ჩვენმა გოგოებმა გუშინ თამუნამ და ანანომ მივიდნენ და გააპრიალეს ეს ვარსკვლავი და რითი აპრიალებთ ხოლმე? საწმედი საშუალება. ძალიან კარი, ესეთი კაი გოგოები არიან, სულ ფიქრობენ რა გააკეთო. ანანო არის 15 წლის, თამუნა 17 წლის და ფაქტიურად გაიზარდნენ პიონერ ფილმში. ხო და აი მართლა არ არის ეს უნიშნელო ფაქტი, რომ პიონერ ფილმი ყველა ღონისძიებაში მონაწილეობს და ეს რამდენი წელი არსებობს პიონერ ფილმი და ესე ეხლა გრძელდება, ახლაც ეგრეა და მომავალშიც ეგრე იქნება. აი ეხლა რომ მოვდიოდი თქვენ ტელევიზიაში ჩვენი გოგოები არიან, აი სალომე კენჭუაშვილი მუშაობს, ანა ჯოჯუა, ისე მიხარია მაგათი, ყოველთვის ხვდებია ხოლმე აქა და იციან რომ აქა ვარ და მე რო ხვდები გაგიხარია გრიშამა. შენ უფრო ხვდები ამ ბოლოდან. და თქვენ ყოველთვის მოგაქვთ დღესასწაული, აი დღეს ნამდვილად გუშტები. არ არსებობს რაღაცა ეს სიურპრიზი, დიდი ეჭვმა რაღაცა აქვს მომზადებული ბოლოსკენ. და მოდით ხვალინდელ ლიტრის როგორ ემზადებით გოგონებთან. თამუნა მოყვება ემათ საქმის კურსში და არა მიკროფონი რომ მოწევს. ნუ პირველ რიგში სასახლეში ღონისძიებებს ვატარებთ ხოლმე, ჩვენც ვიღებთ ხოლმე ყოველთვის მონაწილეობას, ანუ ხშირ შემთხვევაში მე პირადად ტექნიკა მობარია ხოლმე, ანუ მუსიკებს და ყველაფერს მე ვუშვებ და ან ტექნიკური მხარდაჭერა თქვენ. ტექნიკური მხარე ჩემია და ანუ პროგრამა მთლიანად დგინდება ხოლმე, საერთოდ სასახლის ყველა ბავშვი იღებს მონაწილეობას, მუსიკის ჯგუფები, ან ძალიან ბევრი ახალი ჯგუფი გაიხსნა, სადაც მუსიკის ხალხი დადის, ვიოლინოზე უკრავენ, დრამები, მზიურიც იღებს ყოველთვის მონაწილეობას და ნუ ასეთი კარგი პროგრამა გველის და მობრძანდით თქვენც თუ შეძლებთ ხვალ. სიამოვნებით, დიდი მადლობა. სასახლის წინ იქნება დიდი ზეიმი, იქნება ხვალ. დიდი ზეიმი იქნება. და ანანო რას ანანო რა მინდა მე ორ სიტყვას ვეთქვი. ანანო არა მარტო პიონერ ფილმის ვარსკვლავია, სხვა კაბინეტებში ძალიან აქტიურია. და რა ხდება სხვა კაბინეტებში ესე საუბრობთ? ხო, რა თქმა უნდა. პირველ რიგში ძალიან მადლობელი ვარ ჩვენი მასწავლის ბატონი გრიშასი, იმიტომ რომ მის გარეშე ეს ყველაფერი არ მოხდებოდა და რასაც დღესდღეობით პიონერ ფილმი აკეთებს, მის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა და ეს გასაოცარ ხელმძღვანელობას გვიწევს და როგორც ყოველთვის პიონერ ფილმი მაინც ყოველთვის წინ არის და ყველაფერში მონაწილეობას იღებს, მაგრამ ამავდროულად სასახლეში არის მშვენიერი სხვადასხვა მხარეები, განხრები, რომლებშიც მე პირადად ძალიან ბევრ წრეს დავდივარ სასახლეში და ყველა თავის წვრილი შეტანას ცდილობს, რომ სასახლე უკეთესი გახადოს. აი მაგალითად, რამდენიმე წლის წინ მე ვიყავი საზღვარგარეთ სასახლიდან საფრანგეთში და ყოველთვის ცდილობს, რომ სასახლე ისეთი ბავშვები აარჩიოს, რომელიც თავის ქვეყანას და თავის ესე რომ ვთქვათ, და ამ დაწესებულებას სახელს მოუხვეჭს და ყოველთვის ცდილობდა, რომ საქართველო კარგად გამოაჩინონ.
კი ბატონო, ძალიან კარგი და ხვალინდელ დღეზე. ხვალინდელ დღეც ძალიან დატვირთულია, ესე რომ ვთქვა. თქვენი დატვირთვა პირადად. ჩემი დატვირთვა პირადად თამუნოს ვეხმარები ხოლმე ორგანიზებაში რაღაცეების და ესე რომ ვთქვა, წინ და უკან დარბივარ. ანუ ფაქტიურად ორგანიზატორები ჯანდებით, თანაორგანიზატორები. ძალიან კარგი. გრიშა ხვალ ჩატარდება ღონისძიება, რა თქმა უნდა და თქვენ ამას ყველაფერს დააფიქსირებთ. ხვალ ჩატარდება ღონისძიება. მონაწილეობენ გარდა იმისა, რომ ჩვენი ბავშვები ამასწინათ ჩავატარეთ ძალიან ლამაზი საღამო, ჩაპლინის საღამო და რა იყო იცით კარგი? აი ორკესტრი ჩამოვაყალიბეთ რა. პიონერ ფილმის ორკესტრი და დიდი ტუბა მოვიტანე და ვერავინ ვერცეთმა ბავშვმა ვერ აწია ისმის და ორი ორს მიქონდათ და მესამე უკრავდა. ძალიან კარგი იყო და ეს სპეციალური ბიჭი ყავს ჩვენ ესე კი ნიკა გიორგაძე, რომელიც მაგ საქმეში გამოცდილია ძალიან. გასაგებია. მოკლედ პიონერ ფილმი იმდენ საშუალებას აძლევთ ბავშვებს, რომ მოზარდებს და სხვადასხვა მიმართულებით, ხო, ისინი ვითარდებიან და არჩევანიც აქვთ. აი ძალიან კარგია, რომ ბავშვებს არჩევანი აქვს და რაღაცებს აკეთებენ თვითონ იცით? აი ზოგიერთ მსახიობობა უნდა, ზოგიერთ რეჟისორობა უნდა, ზოგიერთ არაფერი არ უნდა ისე მოდის. მოდის და რა ვქნა? აი მაგალითად ტექპერსონალია, ხო? გითხარ რომ ძალიან დაინტერესებს ტექნიკური. თამუნა, ეს არის გამორჩეული ბავშვი. ესეც კარგი გოგო, მაგრამ ეს სხვანაირია. დადის ჩვენთან პირველი ფილმი გახსოვს თამუნა, რომელი იყო? სმენა დაქვეითებული. არა, უსინათლო ბავშვებს. უსინათლოებზე. ლეოს დაბადების დღე ერქვა ფილმს. და ესე დავარქვით ფილმს ლეოს დაბადების დღე. დავდიოდით ამ ანიმაცია არ იყო. არა, ფილმი იყო. ფილმი გადაიღეთ და ფილმი მადლობა თქვენ გადავიღეთ, ძალიან საინტერესო იყო და თავარი პრიზი აიღო ამ ფილმმა. ოქროს პეპელას გრან-პრი. ოქროს პეპელა. კი, 2019 წელს აიღო პრიზი, მაგრამ 2018-ში გადავიღეთ. და ნუ თქვენ რამდენი წლის იყავით? ძალიან პატარა. მგონი მე-6 კლასში ვიყავი სადაც კი. ეს დაბადებიდან დედამისმა მოიყვანა, რომ არა სხვაგან არაფერი არ გამოდის და იქნებ შენთან გამოვიდესო და მე ვფიქრობ პიონერ ფილმში თუ გამოვიდა ყველგან გამოვა. აი ახლა თეონა ჩვენ სანამ ეთერ შევიდოდით თქვა რომ უკვე სკოლა დაასრულა და არაპირებს კინო სფეროში მოვაწეობას სიტყვა არ ვიყვარს გაგზავნოს თავის საქმიანობა და აი აქ ტექნიკური მხარე ჩემზე არისო თქვენ ბრძანეთ და აი რას აპირებს, სად აპირებ ჩაბარებას? მაინტერესებს ხოლმე. ახლა ვფიქრობ, აისეთში მინდა ძალიან ჩაბარება ბიზნეს და ეკონომიკის განხრა, ანუ რადგანაც ვამბობ, რომ ტექნიკური მხარეა ჩემი კარგი სფერო, ანუ მათემატიკა მიყვარს ძალიან და მაგიტომ მინდა რომ აქ სფეროს გავუყვე. თუმცა მე დარწმუნებულია რომ ის რაღაცა გამოცდილება და ის ემოცია რაც დაგიბრუნდა პიონერში აუცილებლად დაგეხმარება და რაღაცას შეცვლის უკეთესობისკენ თუნდაც სფეროში ან ხო ჯერ ძალიან ალბათ თქვენი ხედვა გაქვთ მომავალთან დაკავშირებით ესე ხედვა არ მაქვს იმიტომ რომ როგორც ბატონმა გრიშამ ახსენა ძალიან ბევრი განხრით ვარ სასახლეში 4 წლიდან დავდივარ და აი რაც წრე არსებობდა ყველაფერზე ვარ და ამიტომ ძალიან ბევრი არჩევანი მაქვს ამიტომ ზუსტად ჩამოყალიბებული არ ვარ მაგრამ ანუ რომელი მიმართულება უფრო მოგწონთ და რა არის თქვენი ალბათ ძალიან მომწონს მსახიობობა 4 წლიდან დავდივარ მხატვრულ კითხვაზე ესეც სასახლიდან სასახლე მომცა თითქმის ყველაფერი რაც გამაჩნია ეხა და ბატონი გრიშა უფრო ალამაზებს ამ ყველაფერს სასახლის ნამდვილად აქვს ეს რესურსი რამდენი თაობა აღზარდა და პირადად ბატონმა გრიშამ რამდენი თაობა აღზარდა ახლა რა იცი რა შეესაქმე თამუნა ანანო ძალიან კარგად იცის ინგლისური აი უმაღლეს დონეზე ახლა არ ვიცი მე როგორ არის მაგრამ მიკროფონში მანიშნებენ მიკროფონშიო ხოდა ძალიან კარგად თამუნამ აი მან ძალიან კარგად იცის მათემატიკა და ან კომპიუტერთან მივა რა ენაზეც გინდა რუსული, ინგლისური, ქართული ყველა ენაზე ბეჭდავს, ყველა ენაზე პასუხს გასცემს და ეხლა ამას ავარია ყველაზე დიდი საქმე რაც კი პიონერ ფილმში არის ეს არის საერთაშორისო კინოფესტივალი თბილისური აისი რომელზეც მოგვიყევი
ესე იგი 1979 წლიდან ვატარებთ კინოფესტივალ თბილისურ აის. პირველი ბავშვთა კინოფესტივალია საერთოდ მსოფლიოში და გვიხარია რომ ასეთი შანსი გვაქვს რომ ჩავატაროთ და წელს გვექნება მე-16 უკვე საერთაშორისო კინოფესტივალი და ახლა კონკრეტულად ფილმებს ვიღებთ, ანუ სხვადასხვა ნებისმიერი წერტილიდან სამყაროში, ანუ აგზავნიან და ჩვენ ვიღებთ. რამდენი ფილმი გაქვს? ახლა ჯერჯერობით უკვე 500-მდე ჩამოვიდა. ანუ გიამას ესა გრიშამია. კი, ფეროდა მარტო იმაში და არა, სამი კაცი ყავს. ყველამ უნდა ვუყუროთ და გადავარჩიოთ უკვე ფესტივალის შემდეგ. ერთ საინტერესო დეტალს მოგიყვებით. ერთ ფესტივალზე გადავეცი ძალიან ლამაზი ფანრები იყიდებოდა ფანრები ისე იყიდება ეხლაც და პრიზად გადავეცი უკრაინის დელეგაციას. დაიწყო ომი უკრაინაში და მომდის წერილი რომ თქვენი ფანრები ჩვენ მიწვევს გვინათებენო იქა ვართო ბუნკერებში ვართო და სრულიად სივნელეში აი პიონერ ფილმის ფანარი ანათებს და ძალიან გავიხარდა რომ რაღაცა გავუკეთეთ პატარა ჩვენ უკრაინელ მეგობრებს საერთოდ უნდა გითხრათ რომ ეს ფესტივალი ისე იგი სპონტანურად მომივიდა აზრით წასული ვიყავი ორჯონიკიძეში ოსეთში და იქ ჩატარდა ფესტივალი ჩამოვედი და ზურაბ ლომიძეს ვეუბნები მაშინ დირექტორი იყო ჩავატაროთ ვეუბნები დავწერე გაზეთში პიონერსკაია პრავდა იყო ძალიან კარგი ქალბატონი იყო ლილი ოგანეზოვა დაწერა და მოვიდა ორი დიდი ტომარა ფილმები მაშინ ხო ფილმებს აგზავნიდნენ და ყველა რკინის სკოლებში რკინის სკოლებში და ეწერა რომ ჩავატაროთ საკავშირო დირექტორს ვეუბნები ზურაბ ლომიძეს ჩავატაროთ საკავშირო დავარქვით და ცოტა ხანში მოვიდა მოსკოვიდან წერილი შეიძლება რომ საერთაშორისო დავარქვა და ჩავატარეთ საერთაშორისო ფესტივალი და წარმოვიდგინეთ ბატონო მიხეილ და ქალბატონო ნინო რომ ჩამოვიდა არგენტინიდანაც კი ჩამოვიდა დელეგაცია. ხო და მონაწილეები ვინ იქნებიან საინტერესო. აი ეგ უკვე ფილმებზე არ მაგაზეა დამოკიდებული, გააჩნია ვის ავირჩევთ, მაგრამ სხვათა შორის ძალიან ბევრი ქვეყნიდანაა უკვე შემოსული, მექსიკიდანაც კი არის. და ქრონომეტრაჟი განსაზღვრულია, ხო? კი, აი ასაკობრივი გვაქვს 13-დან 20 წლამდე და მოკლემეტრაჟიანი რადგანაც გვაქვს 10 წუთზე მეტი არ უნდა იყოს ფილმი, ანუ თან ვაძლევთ ბავშვებს იმის საშუალებას ახალგაზრდებს რომ თავის წვლილი შეიტანონ კინემატოგრაფიაში და თანაც მოკლემეტრაჟიანების გადაღება საერთოდ უფრო მარტივია და ანუ კი ბატონო და რა თქმა უნდა ძალიან საინტერესოა მოკლემეტრაჟიანი ფილმები თქვენი დატვირთვა ამ ფესტივალის ფარგლებში მე თამუნას ვეხმარები ფილმების გათვალიერებაში და იმაში ვეხმარები რომ აირჩიეს ეს ფილმები და გადახარისხდეს როგორც თვითონ ახსენა 500-მდე ფილმია და ძალიან ძნელია ორნი ხარ არა 4 კაცი უყურებთ და პლუს თარგმანი იქნება გლავნი ანუ საკმაოდ შრომატევადია ეს ფესტივალი როგორც ვიცი ოქტომბერში გაიმართება თუმცა მანამდე ეხლა 16-ში გაქვთ კიდე დაგეგმილი 16-ში ღონისძიება 16-ში გვაქვს ჩემი საყვარელი ფილმის პუშკინის ზოლოტაია რიბკა ოქროს თევზი და მებადური ძალიან კარგია ეგ რა გავაკეთეთ იცი ბატონო მე არ ვიყავი მაშინ ბატონო ესეთი რამე გავაკეთეთ ოქროს თევზი არის ჰუმანიტარული დახმარება ინგლისელია მებადური არის საწყალი ქართველი кацი და ცოლი ყავს რუსი. და что тебе надо старчеვრება და მოკლედ ისეთი საინტერესო დიალოგი. და რა იყო იცით? ეს ფილმი რო წავიღეთ მოსკოვში ჩატარდა იქაც ესეთი ფესტივალი მიძღვნილი პუშკინისადმი და თავარი პრიზი აიღო და იქ ერთმა რეჟისორმა თქვა მე აი ესეთი სუფთა რუსული ჯერ არ გამიგიაო. წარმოგიდგენთ მე ჩემი რუსულით, მაგრამ მაინც მოიცონოთ. მოკლედ და ესე იგი გაქვთ ეს ღონისძიება 16-ში დაგეგმილი. 16-ში გაქვთ შეხვედრა მოვლენის ბავშვები ვინც მაშინ მონაწილეობს ამ ფილმში და მოგზადეთ ერთხელ ჩვენ ღონისძიებაზე.
მიშავა ყოველთვის რაღაცა მემართება ხო რა ყოველთვის ვანონსებთ მე რეკპირდებით და მე ვეღარ მოვდივართ და მე სიცხე მქონდა რადიოში ხარდანით მუშაობთ მიშავას მე ვიცი რომ როდესაც სასკოლო პროცესი სრულდება იწყება არდებები ყველა ჩერდება პიონერ ფილმის გარდა და თქვენს გაქვთ რაღაცა გეგმები დარწმუნებული ვარ რაიონში ალბათ ან კიდევ რაღაცა ახალი რეგიონებში გასვლა კი რეგიონში წელს ზარგამინო და საჩხერე დიახ თუ მოახერხეთ წავალთ იცით რა არის თვითონ რაიონები რაღაცა ერიდებიან ამ ბოლო დროს ჩვენ ჩასვლას იქა ჩვენ შეხვედრებს ხო და ნუ ნახოთ რა ვიცი თუ არა და საქალაქო ბანაკს მაინც გავაკეთებთ რომ მოემზადებით საქალაქო ბანაკიც საინტერესოა აი შეხვედრა მინდა ისეთ რეჟისორთან გავაკეთო როგორც არის ტაბაღოა ეს არის საოცარი ფილმებს იღებს დოკუმენტალისტი მეზღვაურებზე და მეთევზეებზე გვეყოლება ძალიან კარგი სტუმრები მინდა რომ ჩვენი მეგობარი მოვიყვანოთ სხვადასხვა კინოსტუდიიდან და ნუ რა ვიცი აბა არ გავჩერდებით მოკლედ არ გავჩერდებით კი ბატონო ან უკვე ქონდა თანაკ ბოლო წლის განმავლობაში ჩატარებული თვითონ სასახლეში ბანაკი იმიტომ რომ გამოცდილება გააქვს კი გვაქვს იმიტომ რომ ვერ მოახერხეთ ეს 2 წელია რაღაცა რაიონები მართლა თავს არიდებენ ჩვენს ჩასვლას და საკმაოდ კარგი პროგრამა გამოგვივიდა თბილისში ანუ კინოთეატრშიც ვიყავით თეატრშიც უბრალოდ რეჟისორებთან ქონდა შეხვედრები და საკმაოდ შემოტევად საქმე გამოგვივიდა რაც შეეხება პიონერ ფილმს თქვენ ხართ ბოლო თაობა ბოლო რა ანუ გაგზელდება რა თქმა უნდა მაგრამ ან თაობებს შორის რომლებიც პიონერ ფილმმა აღზარდა თქვენ ხართ ბოლო თაობა პიონერ ფილმს აქვს რაღაც განსაკუთრებული ხიბლი იმიტომ რომ რამდენი აი მიშაც კი პიონერ ფილმელია ხო და ბატონ გრიშას მასწით მიმართავს რა თქმა უნდა ყველა თაობას აქვს თავისი ხედვა ყველა თაობას აქვს თავისი მოთხოვნა იცვლება ეპოქა იცვლება მოთხოვნები თუმცა პიონერ ფილმი ანუ უცვლელად რჩება იცი რატომ და მუდმივად თანამედროვეა და იმიტომ აი ხო და ამათი პასუხი გოგონების პასუხი მაინტერესებს დაუშვათ და აი თუ გაიხედავთ მომავალში დაუშვათ 10 წლის მერე ხო რას შეცვლიდით რას დაამატებდით როგორ ხედავთ 10 წლის მერე პიონერ ფილმს ნუ სიმართლე რომ თქვათ ისევ იგივენაირად ხედავ მე გრიშა მასწავლებელი ზის თავისთვის და გაკვეთილს ატარებს ისე კარგად გემრიელად და უკვე ვთვლით რომ აი ბავშვებით გვეყოლება ჩვენ გრიშა მასწავლებელს ყოველთვის ვამბობთ რომ ჩვენს ბავშვებს თქვენ მოგაბარებთ აუცილებლად და ანუ ისე უნდა გხდეს იქაურობა როგორც ახლა და ვთვლი რომ პიონერ ფილმი ყველაზე კარგი წრეა მიუხედავად იმისა ჩვენ ახლა ახალ ოთახში გადავედით ახალ გაყოფილებაში ფიქრობ რომ პატარა ტელევიზია გავაკეთო მინდა ძალიან რაღაცა ის ბავშვობა თუ არა აითვის ეს დიქტორის ხელოვნება და უშუალოდ კამერებთან მუშაობა ანუ პირდაპირ ეთერით არ იქნება ნუ ინტერნეტ ეთერში გავალთ რა საინტერესო იქნება გარდა მაგისა კიდევ ეს იქნება საინტერესო რომ აი ეს შეხვედრები და ახალ სტუმრების მოსვლა ძალიან ბევრს ნიშნავს. ძალიან გვინდა რომ ბევრი სტუმარი მოვიდეს პიონერ ფილმში რაღაცა მოუყვეთ ბავშვებს. იმიტომ რომ ადრე თუ დავდიოდით ამ სტუდიებში რაღაცა უკვე ეს ანიმაციური სტუდია თითქმის აღარ არის, მაგრამ ამასთანავე გქონდა შეხვედრა ჩუბინიძესთან, ხო? ანა ჩუბინიძე არის მულტიპლიკატორი, ძალიან კარგი გოგოა. საფრანგეთში მიიღო რა განათლებასავით, ანუ იქ გააკეთა თავისი ანიმაციები, ანუ საფრანგეთის დაეხმარა და საკმაოდ კარგი გამოვიდა, პრიზები აიღო და ჩვენ ვიყავით მასთან სტუდიაში, რომელიც უკვე აქ გახსნა თბილისში და თავისი პერსონაჟები როგორ გააკეთა გვითხრა ყველაფერი და ჩვენც რაღაცა პატარა ვორქშოპი ჩაგვიტარა და ჩვენც რა თქმა უნდა ძალიან ეხლა ჩვენი სტუმარი ვინ არის იცით? აი ამჟამად თბილისში ჩვენთან სტუმრობს ნანა ღონღაძე. ой, რა ვზანა თბილისში. ფათაშორის ნანა ღონღაძეს პიონერ ფილმელია. იგი დადიონ მე ხო ვიყავი გახსნა ისა პიონერ ფილმი რო ჩამოყალიბდა, პირველი ვიყავით. ნუ პირველი მოწაფეები, პირველი ჯგუფი იყო ჩვენი. ნუ ნანა არის მეორე ან მესამე ჯგუფი და გულბა თაბელიშვილი ხელმძღვანელი მის დროსაც იყო და ძალიან კარგად იგონებს. ნანა ძალიან გვეხმარება ამერიკიდან იდეურათაც და ფიზიკურათაც. და ეხლა თბილისში არის და მასთან მოვა ის ჩვენთან სტუმრად ვიყოლება და 21-ში გვინდა რომ დავარქვათ, იცი როგორ მინდა დავარქვა რომ ნანა ღონღაძის ბენეფისი. ხო საინტერესოა რა ბენეფისი
ძალიან კარგი და ამასობაში ისევ ჩემს კითხვას მინდა დავუბრუნდე. ანანო, თქვენ თუ ხედავთ თქვენ თავს დავუშვათ 10 წლის მერე პიონერ ფილმში ან რაღაცა ბმა თუ გექნებათ, იმიტომ რომ მართალია თქვენთვის ახლა 10 წელი ცოტა შორს არის, მაგრამ აი მომავალში მე კონტექსტში ხედავ თქვენ. მე მომავალში პიონერ ფილმი ისევ ისეთ წარმომიდგენია, თამუნას დავეთანხმები, მაგრამ ვისურვებ, რომ მე და თამუნაც იქვე ვიყოთ სადმე, ბატონ გრიშა მასწავლებლთან ერთად, იმიტომ რომ პიონერ ფილმი ჩვენთვის ძალიან კარგი ადგილია და აი რომ მივდივართ იქ განვიტვირთებით და სასიამოვნო იქ ყოფნა, ესე რომ ვთქვათ, დასვენებასავით არის ჩვენთვის და გრიშა მასწავლებლთან ერთად აი ვერ მოიწყენთ ვერასოდეს და პიონერ ფილმი ისეთი ადგილია, რომელიც აი სულ წარმოგიდგება როგორც თანამედროვე განვითარებული და ყოველთვის ისეთი დაწესებულება და ისეთი ადგილია, რომელიც ყველაფერში პირველია, ესე რომ ვთქვათ. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გრიშას. მოვიგონო კი არა, მადლობა უთხრა ჩემ კოლეგას მაია ლანდიას, რომელთანაც ერთად ვმუშაობთ ამდენი წელი. მაია ლანდიას პიონერ ფილმელია ხოთაშორის. მაია ლანდიას დედა მუშაობდა სასახლეში და ჩამაბარა ჩემო გრიგოლ მიმიხედეო და მივხედე 30 წელი ერთად ვუშაობთ. მაიკო ძალიან კარგი გოგონა, პატარები აბარია, საშინელი ცელკი ბავშვები არიან. მე და მაიკოს ერთად მოგვიწია მუშაობა ალიონში. ძალიან დიდი. ალიონი. ბატონ გრიშა, რამდენი თაობა აღზარდეთ? იცი რა, ვერ გეტყვი, ესე იგი წარმოგიდგენია. სასახლეში რომ მივედი 10 წლის ვიყავი, ესე იგი გამოდის რომ 73. არა, თქვენ რომ აღზარდეთ უკვე. არ ვიცი. 5-6 არა მეტი 10 თაობაზე მეტი 10 თაობაზე მეტი იქნება. წარმოიდგინე ახლა აი ერთ-ერთი პირველი თაობა აგერ არის და მიშა დადიოდა 88 წლის წინათ შემთან. პირველი წლის მინიმუმ 10 თაობა. კი, მინიმუმ 10 თაობა. კარგია, მიხარია ხოლმე როცა ხვდები ამ ჩვენ ბავშვებს და ერთად ავართ და კარგები არიან. არა, გრიშამას მართლა ესეთი აი მუდმივად თანამედროვე თქვენს როგორი ხართ, თქვენს მუდმივად თანამედროვე ხართ, აი არჩებით, აი ყოველთვის ფეხს უწყობთ ყველაფერს სიახლეებს თანამედროვე ტექნიკა იქნება ეს ტექნიკური აღჭურვილობა თუ ყველაფერს იყენებთ. ინტერნეტში შვენივრად და როგორი აქტიური ის არის, რა ქვია, მულტიმედიის როგორ ვთქვათ. ბლოგერი არა, მაგრამ მუდმივად სულ რაღაცები ხდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ახალ თაობას სულ ახალი მოთხოვნები აქვს, რა თქმა უნდა, კომუნიკაცია და საკომუნიკაციო ენაც. აი მაინტერესებს, შეიცვალა თუ არა და ეხლა ეს ახალგაზრდები არიან, გოგონები, ბოლო თაობის წარმომადგენლები, ხო? ნუ მომავალში იქნება კიდე. ანუ თუ გაიხსენებთ წარსულს, აი დავუშვათ თუნდაც მიშასთან და მიშას თაობასთან ურთიერთობა როგორ ქონდათ, ამათთან როგორი ურთიერთობა გაქვთ და რა არის ის მთავარი ღერძი, რაზეც თქვენი ურთიერთობა, მეგობრობა, მოდით ვთქვათ, მე ვიცი რომ თქვენ მეგობრებიც ხართ, ამაზე დგას. გისმენდათ მიშას თაობა და გისმენთ ეს თაობა. იცით რა, უნდა იყო პიონერ ფილმი უნდა იყოს ტექნიკურად აღჭურვილი, რომ აქედან გამომდინარე ყველას რაღაცა საქმე კონდეს, ყველა დაკავებული იყოს რაღაცით და აქედან მერე იწყება აი მეგობრობაც, საქმეც. აი მაგალითად გია კერესელიძე, ნუ ეს იყო საოცრად ცელქი ბიჭი, მაგრამ ამავე დროს ისე მეგობრობდი იმასთან, ისე კარგად ვიყავით, იმიტომ რომ საქმეში იყო ძალიან კარგი. აი ესევე იყო აი ნინო შუბლაძე, ასევე არის ლაშა ჟვანია, ცელქები, მაგრამ ამავე დროს საქმიანები. და ყოველთვის ასეთი ვიყავით რა და კარგად გამოგვდიოდა და მე ვფიქრობ რომ გავაგრძელებთ კი ძალიან გვიჭირს ახლა მაგრამ მაინც გავაგრძელებთ. და ყველა საინტერესოა აი კომუნიკაცია ახსენე და კომუნიკაცია რა ფორმით ვრცელდებოდა იცი გრიშა მასწავლებელი არ იყო მხოლოდ მასწავლებელი ჩვენც ვიყავით გრიშა მასწავლებლის მასწავლებლები იმიტომ რომ იდეებს როცა ვასწავლით მასაც უკვე ახალი ფიქრი უჩნდებოდა და სულ ახალ საფეხურზე აყავდა ის დაწყებული საქმე. ეგრე იყო ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა. სანამ დავამთავროთ. ლექსით გვინდა რომ დავამთავროთ. ხო გითხარი რაღაცას. ლექსით გვინდა რომ დავამთავროთ. ისმენ. დღეს საზეიმოდ ჩამორეკავს სიონის ზარი.
დაეუფლება ბევრ ჩვენთაგანს, ბავშვური განცდა. მიყვარს და რა ვქნა გულზე მისით მაჩნია ბზარი. მიყვარს სასახლეში ბავშვობა დამჩა. ბაშა. გილოცავთ გაუმარჯოთ, გილოცავთ ბავშვთა დღეს. გილოცავთ და ძალიან დიდი მაინც მოიფიქრა. მადლობა.